ქირურგი უნდა იყოს კაცი. Რაღაცა ისე უყურებენ ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. დამიჭერია მზერა, ეჭვნარევი, ან უკაცრავად ქირურგი სად არის? მეგახლავართ ქირურგი? ავოცადოთ. ყოჩა ნათია. მე მახსოვს ძალიან ახალი აღებული მქონდა ლიცენზია და მოულოდნელად მირეკავენ, რომ ადამიანი, რომელმაც საფანტის საშუალებით მოათავსა პირისღლოში და გამოიგლიჯა ნახევარი სახე. დღეს ეს ადამიანი ცოცხალია, ძალიან კარგად გამოიყურება. პერიოდულად მირეკავს და მკითხულობს ხოლმე. ხო. ეს იყო ჩემი ყველა ეს დიდი გამოწვევა. მივხვდი, რომ ამას თუ გავუმკლავდი. მოგესალმებით, ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. დღეს გვირდებით ძალიან საინტერესო თემას და მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და დაგვალაიქოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ერთგვარი мотивация, რომ ახალ-ახალი საინტერესო თემები წარმოგიდგინოთ. დღეს როგორც შეგვირდით, გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ყბასახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ცერცვაძე. ნათია, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ დღეს მოხვედი ჩვენთან და საკმაოდ ვრცელი და ფართო დარგია ყბასახის ქირურგია, ძალიან ბევრ პათოლოგიას აერთიანებს. ხალხუნებრივ ყველას ვერ შევეხებით, მაგრამ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებზე ვისაუბრებთ, ხო? ხო, როდესაც აი შენი სტუმრობა იგეგმებოდა, ხო, თამარასთან მქონდა მოლაპარაკებები და აი ძალიან კარგი ახალი გოგო გყავსო შენზე მითხრა რა. და ძალიან კარგი იქნება თუ რაღაცნაირად ამ პოდკასტში ინტეგრაცია მოხდებოდა შენი, ხო? და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ საქართველოში ვიდრე უშუალოდ თემას შევეხებით, საქართველოში მაინც არის სტიგმა ქალ ქირურგებთან დაკავშირებით. მეთანხმები თუ არა, აი ხშირად გამიგია ხოლმე, რომ აი ქირურგი უნდა იყოს კაცი. და აი ქალ ქირურგთან რაღაცა ისე უყურებენ ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. კი ბატონო. ამ სტიგმის მსხვერპლი ყოფილხარ, ეხა შენი სფერო ძალიან ისეთი ქირურგია, ძალიან ისეთ მიდგომებს მოითხოვს და ქალი ქირურგი ხარ. საბედნიეროდ ამ სტიგმის მსხვერპლი არ გავხდარ იმ კუთხით, რომ ნამდვილად არც ერთ პაციენტს არ უთქვამს უარი იმის გამო მკურნალობაზე, ოპერაციულ ჩარევაზე, ეს იქნება დასასრული თუ ბავშვი, რომ ვარ ქალი. მაგრამ აუცილებლად დამიჭერია მზერა, ეჭვნარევი, განსაკუთრებით ცოტა შეშინებული და დამფრთხალი თუ კი საკონსულტაციო სივრცეში მოდიან და ხვდებათ ახალგაზრდა ქალი, ნაცვლად ღიპიანი, წვერებიანი, წარმოსადეგი, ესეთი ასაკიანი კაცისა, განსაკუთრებით ქირურგისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ფენომენით. და პირველი ეჭვნარევი მზერა თითქმის თქვენ ხართ ქირურგი, ესე გეკითხებია ხოლმე? კი, ზუსტად. ან უკაცრავად ქირურგი სად არის? სად შეიძლება ვნახოთ? და ამ დროს რაღაც ღიმილით, რა თქმა უნდა, პასუხობ, რომ მეგახლავართ ქირურგი, თუმცა საბედნიეროდ ამა თუ იმ პათოლოგიის მკურნალობის გეგმის, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი შედეგების გავლის შემდეგ მართლა არ მყოლია პაციენტი, რომელსაც უარი ეთქვას. თუმცა პირველი ეფექტი არის ხოლმე, როგორც ანუ გენდ პირველი ეფექტი არის ძალიან თვალშისაცემი თავად ქირურგისთვისაც, იმიტომ რომ შემცბარი და შემკრთალი მზერა. კაი, მაშინ ესე შემოგიბრუნებ შეკითხვას. ნათი, აი რაღაცა ტიპის ფიზიკური მონაცემი თუ სჭირდება ქირურგს, ანუ რაღაცა ძალა ან ვთქვათ არ ვიცი აი არა ფიზიკური პარამეტრები ნაკლებად ძალა ბუნებრივია და თუ დამერწმუნებით არ მაკლია მიუხედავად გარეგნობისა. შეგიძლია მომიჭირო? ავოცადოთ. ყოჩა ნათია. კი, შესაბამისად ის ტექნიკური მანერები და მე ვიტყვი, რომ უფრო მეტად ფრთხილი და ნაზი მუშაობა, რაც ყბასახის მიდამოს პათოლოგიებს ეკუთვნის და ჭირდება, არათუ უფრო ცუდად, ცოტა უკეთესადაც გამოგვდის ქალ ქირურგებს კაცებთან მიმართებაში. ამას ცოტა კარგად გინაწყენდნენ ახლა შენი კოლეგა კაცი ქირურგები. კი, ძალიან გავანაწყენებ, კი. თუმცა მათ ბევრჯერ ხუმრავთ ხოლმე ერთმანეთთან და იციან ეს დამოკიდებულება. რატო არჩიეს? აი რა იყო ინსპირაცია შენთვის, რომ აი ყბასახის ქირურგი გამოსულიყო? იცით რა, ესე არ მახსოვს საიდან, თუმცა მახსოვს, რომ
სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე დღიდან ვიცოდი და მინდოდა რომ უნდა ყოფილიყავი ყვასახის ქირურგი. არ განვიხილავდი სხვა პროფესიას. მოგვიანებით აღმოვაჩინე ჩემი რაღაც ბავშვობის ჩანახატები და აღმოვაჩინე რომ 90% იყო პორტრეტი. ძალიან კარგად ვხატავდი ბავშვობაში. და სრულიად შემთხვევით რომ წავაწყდი, მერე გავაცნობიერე რომ ძალიან სახასიათო, ძალიან ისეთი კარგი პორტრეტები მქონდა იმ დროისთვის ყოველ შემთხვევაში და იმ ბავშვობის ასაკისთვის შესრულებული. შეიძლება ქვეცნობიერად ძალიან მაინტერესებდა მედიცინა ყოველთვის და განსაკუთრებით სახე, იმიტომ რომ აქ ყველაფერი ერთად არის, ესთეტიკაც და ფუნქციაც. ანუ ერთი მეორის გარეშე სახესთან მიმართებაში არ გამოდის. როგორი იდეალური ოპერაციაც არ უნდა გააკეთო, თუ კი პაციენტს არ აქვს ესთეტიური გამოსავალი კარგი, ის რჩება უკმაყოფილო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე აღადგენს ძლოვან სტრუქტურებს, რა ზომის სიმსივნეს ამოიღებ, ანუ განაკვეთიც და შემდგომ უკვე საფარველიც და კანიც, ნაკერიც უნდა იყოს მაქსიმალურად კოსმეტიკური, მაქსიმალურად ესთეტიური. განსხვავებით სხეულის სხვა მიდამოსგან სახის ანომალიები იწვევს ძალიან მძიმე ფსიქოემოციურ გართულებას, როგორც ბავშვებში, ისევე ზრდასრულ პაციენტებში. ხო და აი რა მინდა გითხო, იცი, ახლა შენ ორი მიმართულება ახსენე, აი რომელის მკურნალობა უფრო რთული, აი მაგალითად იმ ასიმეტრიის თუ იმ დეფექტის, რომელიც ადამიანს კომპლექსს უჩენს, თუ აი ფუნქციონალის აღდგენა, რომელიც ვფიქრობ ორივე. იმიტომ რომ ღეჭვაყლაპვა, მეტყველება, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციებია დაკავშირებული ყვასახის მიდამოსთან, რომ არანაკლებია, ვიდრე ვთქვათ, სახის ნებისმიერი დეფორმაცია. თან სახეზე ვთქვათ ეს ანატომიურად აბსოლუტურად სხვანაირად არის მოწყობილი, ხომ? იქ რაღაცა ნერვი დაგიზიანდება, შეიძლება ისეთი ასიმეტრია მიიღო, რომ მის გამოსწორებას შემდგომ ძალიან დიდი ბევრი ინტერვენცია დაჭირდეს, ან ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. ვიდრე დაავადებებზე გადავახსენე, რომ ხატავდიო კარგად და ოსფენოიდალის თუ დაგიხატავს. არა, ნამდვილად. მხოლოდ ვიზუალი და რაღაცა ესთეტიური ნაწილი და სახასიათო იყო ყოველთვის. არ გეკითხებიან ხოლმე, ახლა მე მიჩდება, მე თქვენ დღეს გაგიცანით, აი და მინდა რომ მაყურებელს უთხრათ თქვენი კლინიკური გამოცდილების შესახებ, რამდენ წლიანი კლინიკური გამოცდილება გაქვთ, აი თქვენი განათლება როგორ მიიღეთ და ასევე, შენობით რო ვისაუბროთ ხო შეიძლება. ხო, აი განათლებასთან დაკავშირებით მინდა გკითხო და შენი ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გაგიკეთებია შენი კლინიკური პრაქტიკისას. ფაქტობრივად სამი შეკითხვა დაგისვა. კი ბატონო, ანუ სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, როგორც ახსენე უკვე საკმაოდ წარჩინებით. შემდეგ კავკასიის მედიცინის ცენტრში გავაგრძელე რეზიდენტურა, აქვს ფანტასტიკური რეზიდენტურა ყვასახის ქირურგიაში, სადაც ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს შეუსაბამო ძალიან კარგად. დაახლოებით 3 წელია, რაც მაქვს საექიმო დამოუკიდებელი ლიცენზია. სხვადასხვა CMC-ის ერთ-ერთი მთავარი ყვასახის ქირურგიც ქალბატონია. კი, თეონა დანელია, რომელიც არის ჩემი მასწავლებელი, რომელიც არის ნამდვილად ფანტასტიკური ყვასახის ქირურგი. თეონას საწყობილი ერთი სახე მაქვს ნანახი და მას აქვს ფანტასტიკურად ნამუშევარი, ეს იყო იმ ბავშვის გადარჩენა თუ შეიძლებოდა, არც ვიცოდი. წარმოუდგენელი იყო და მან ფანტასტიკა. ნამდვილად. ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ ბევრი მსგავსი кейსის მონაწილე ყოფილ ვარ და ნამდვილად საამაყო იყო, როცა იღებ ყველანაირ გამოცდილებას, ყველა რთული кейსის. აჯობებ თეონას. ალბათ თვითონ ენდომებოდა რაღაც ეტაპზე ვაჯობ. რაღაც ეტაპზე აჯობ, ხო? რაც შეეხება кейს, მე მახსოვს ძალიან ახალი აღებული მქონდა ლიცენზია და მოულოდნელად მირეკავენ, რომ არის გადაუდებელი მედიცინიდან ითანხმებენ რეფერალს ცეცხლნასროლ დაზიანებას, სუიციდის მცდელობას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საფანტის საშუალებით მოათავსა პირისღროში და გამოიგლიჯა ნახევარი სახე. და ეს იყო ძალიან რთული кейსი, მაგრამ რომ ვიხსენებ, წამიც არ დამჭერდა დასათანხმებლად. ან ძალიან ახალი შემდგარი ექიმი ვიყავი, მაგრამ ალბათ სწორედ შეიძლება იმ გამოცდილებით, რაც მე რეზიდენტურის პერიოდში და შემდგომ ნახე. მქონდა, არ მიყვყმანია. აპრიორი იყო
ადამიანი ცოცხალი დარჩენილიყო, იმიტომ რომ არ ჩამოუთვლი იმ სამედიცინო ტერმინებს რა ქონდა დაზიანებული. პირში ჩაიდო? პირში ჩაიდო და მთლიანი სახის ნახევარი აღარ ქონდა. ტვინის ქსოვილი დაზიანებული იყო? არა, საბედნიეროდ იყო სუსტად მხოლოდ სახის ძვლების დაზიანება. სასისმი და მოსის, ზედაყბის ნაწილის, თვალბუდის ნაწილის, ფსკერის ნაწილის, ყვრიმალის და ასე შემდეგ. დღეს ეს ადამიანი ცოცხალია, ძალიან კარგად გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ქონოდა და სხვა შორის პერიოდულად მირეკავს და მკითხულობს ხოლმე. ხო? ეს იყო ჩემი ყველა ეს დიდი გამოწვევა. მივხვდი რომ ამას თუ გავუმკლავდი, დანარჩენი რუტინული შრომით, მუდმივი გაუმჯობესებით, მუდმივი სიახლეების სწრაფვით მიღწევადი იქნებოდა. კეთილი, აი შენ ურგენტული შემთხვევა ახსენე და მე მინდა რომ მაყურებელმაც მოისმინოს, რომ იაშულში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ახლა ყბასახის ქირურგიის დეპარტამენტი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყბასახის ქირურგიის დეპარტამენტის ეს არის ტრამვები, ხომ? ეს არის ავარიები, ავტოსაგზაო შემთხვევებზე მაქვს საუბარი, სიმაღლიდან ვარდნა, თქვათ, ან მოტეხილობა ჩხუბის დროს, თქვათ, აი თხილამურების დროსაც ხშირია ხომ აუზში ხტომის დროსაც ის ხო თხილამური ვახსენე და აი ამ ჩაფხუტების გამოყენებამ რამდენად შეამცირა ეს ამბავი. კი, სხვა შორის პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა ჩაფხუტის გამოყენება მძლოვანი დაზიანებები, უმეტესად ხვდებით რბილ-ქსოვილოვან ან ძალიან მარტივ ხაზოვან მოტეხილობას, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ნამდვილად 24 შვედზე არის იაშუალში ყბასახის ქირურგია და ვიღებთ ნებისმიერი სირთულის პაციენტს. შესაბამისად, პრაქტიკულად საქართველოს მასშტაბით მძიმე დაზიანებებით რეფერალ ცენტრი ვართ და მოყავთ ჩვენთან და უტარდება შესაბამისი ქირურგიული მკურნალობა. ხდება ძალიან კარგი გუნდი. არ შემიძლია ეს არ აღვნიშნოთ ამამად, პაციენტზე ორიენტირებული, მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოს პაციენტმა ჩვენგან, რაც კი შეიძლება მოცემული დაავადების პირობებში, ძალიან ყურადღებიანი, ეს ნამდვილად საამაყოა. ხო, აი, ცხვირის მოტეხილობები შენია თუ ოტორინოლარინგოლოგების? საერთოა. წავით, ვერევით, ყბასახის ქირურგებიც რიგ შემთხვევაში. აუ, მე რა მახსოვს, იცი, ძალიან მატრიგერებს. ერთხელ მინისკარს შევეჯახე აეროპორტში და მომწყდა ცხვირი. აი, რო გადიხარ და შუშა საშინელად პატარა ვიყავი და საავადმყოფოში რომ მივიდი, ექიმმა ესე ჩამისწორა. არც ანესთეზია და ეს იყო იცი როგორი ტკივილი კატასტროფა იყო. ეხლა როგორ ხდება? არა, იაშუალში ნამდვილად მინიმუმამდე ყავს დაყვანილი ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება პაციენტების შესაბამისად ცხვირის ძვლების მოტეხილობას რეკომენდაციას ვუწევთ ყოველთვის რომ გაკეთდეს ბალანსირებული ანესთეზიით, რა თქმა უნდა, ბავშვმა. აი, უყურე ეს კეხი ხარ ვიცი, მაგრამ ჩანს თუ აი გატეხილი ცხვირის დეფექტია. არც იძლევა სრულფასოვნად მუშაობის საშუალება. პაციენტს არ უნდა ტკიოდეს, ბავშვს არ უნდა ტკიოდეს. სწორად რო ჩაესწორებინათ, არ მექნებოდა? ნამდვილად არ გექნებოდათ, იმიტომ რომ ურგენტი ცხვირის ძვლის ქირურგია გულისხმობს იმას, რომ ცხვირი დაბრუნდეს იმ საწყის პოზიციაში, რაც იყო მოტეხილობამდე. ხო, უყურე თან ჩემი ცხვირი როგორ მიდის, იცი, რაღაცნაირად ასიმეტრი უცოტა იქ გვერდზე მიდის, მაგრამ სუნთქვის პრობლემა არ მაქვს, რომ კი ბატონო, ხშირად ხდება ხოლმე ესეც კი. კიბეზე დაცემული საინტერესო ცხვირები ყავს ხოლმე, როდესაც რეალურად 90 გრადუსით არის მოხრილი სიბრტყეში მოტეხილობის გამო. რატო არ შემხვდა ნათია ექიმი მაშინ? კარგი. ტრამვებზე ვისაუბრეთ და ტრამვები არის მართლა ყველაზე ესეთი ურგენტული და შესახედათაც ხოლმე პირველად რომ შემოდის ეს არის ძალიან ახლა შენ კიბეზე დაცემული ცხვირი, ნახე ახლა ცხვირი შედარებით მარტივია, როდესაც სახის ქალის ძვლები სრულად ჩალეწილი და დაფშვნილია ამ დროს, ნუ აი საშინელი შესახედავია ხოლმე ძალიან რთული შესახედია ასეთი პაციენტი. მე მინდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ, ეს არის თანდაყოლილი დეფექტები, ხო. ერთ-ერთი ყბასახის ნაპრალის დეფექტი, აი, რასაც ვეძახით, ხო, კურდღლის ტუჩი, გლის ხახა, ხო, ამ ტერმინებით არის ცნობილი. ამ ოპერაციებსაც ბუნებრივი აკეთებ. კი ბატონო, სამწუხაროდ ეს ცოტა დისკრიმინაციული სახელწოდებები მაინც შემორჩა საზოგადოებაში და ხშირად უწევს თვითმშობელსაც კი იმისთვის, რომ გარშემოყოფებს გააგებინოს, რასთან აქვს საქმე, რაღაცა
კურდღლის და მგლის, ასე ვთქვათ, დასახელებით მოიხსენიოს, რაც ნამდვილად დისკრიმინაციულია. რეალურად ესეთი ბავშვები თავისუფლად იკვებებიან, თავარია სწორი ინსტრუქტაჟის, სწორი შერჩევა, თავისუფლად მიდიან ოპერაციის ვადამდე და ამას ჩვენ ვუგეგმავთ ძალიან დიდი სიფრთხილით, მაქსიმალური ჩართულობით ყველა იმ სპეციალისტის, ვინც კი შეიძლება იყოს ამ ბავშვისთვის საჭირო. გულისხმობ იმას, რომ გარდა ყბასახის ქირურგიის sapპირველ რიგში აუცილებლად პედიატრთან და ყელყურის ექიმთან კომუნიკაცია ჭირდებათ, რადგან ესეთ ბავშვებს ხშირი გადაცდომები აქვს და შეიძლება შუაყურის ანთების ხშირი მიზეზი გახდეს. ან სხვა რაღაცა უფრო რთული, მაგალითად ბრონხში გადაცდენ საკუთმა შეიძლება ძალიან ძიმე დაზიანება გამოიწვიოს. მაგრამ სწორი ინსტრუქტაჟით, სწორი კვების სწავლებით ვიღებ ძალიან კარგ შედეგს. ხშირ შემთხვევაში ბავშვს აქვს ძალიან კარგი მატება და შემდგომ უკვე ვიწყებთ აღდგენისთვის შესაბამისი დროის შერჩევას. თქვათ 6 თვეზე შეგვიძლია ტუჩი და რბილი სასა გავაკეთოთ და არ ვიჩქაროთ წელიწად ნახევარზე მაგარი სასა. რატო არ შეიძლება რომ ერთ პოზიციაზე გაკეთდეს? ნახეთ, სასის და ტუჩის ასე ვთქვათ ოპერაციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სხვადასხვა ვერსია არის მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში არა, თუ რაიმე კი შეიძლება იყოს გავრცელებული. ზოგი აკეთებს ძალიან ადრეულ ეტაპზე, ზოგი აკეთებს ძალიან გვიან. ჩვენთან იაშვილის საავადმყოფოში რეალურად გვაქვს ფრანგული მოდელი აღებული. ესენი მუშაობენ ძალიან კარგად, აკეთებენ ტუჩს და რბილ სასას. რბილი სასა იმიტომ, რომ ველოფარენგიალურმა მექანიზმმა, ანუ სასის ამწევი და მომჭივამი კუნთების, ასე ვთქვათ, წყვეტამ არ გამოიწვიოს სამომავლო რინოლალია, ეგრეთ წოდებული ცხვირისმიერი მეტყველება და ამის ადრეულ ეტაპზევე პრევენცია ხდება. სამაგიეროდ ველოდებით, რომ ბავშვი გაიზარდოს, მოიმატოს წონაში, ძვლის ნაწილიც გაიზარდოს და შემდეგ ვაკეთებთ უკვე მაგარი სასის რეკონსტრუქციას. შედეგი სამომავლოდ და იმ კუთხითაც, რომ ზედაყბის ზედაში ჩამორჩენა გქონდეს ნაკლები, ამ მეთოდს აქვს ძალიან კარგი. ამიტომ ვინაიდან ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენს ფრანგ კოლეგებთან და ყველაზე უფრო სასიქადულოდ ჩვენ და ნეკერის ჰოსპიტალთან, რომელიც არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის მასშტაბით რეფერალ ცენტრია ამ თანდაყოლილი, ამ და კიდევ ძალიან ბევრი სხვა თანდაყოლილი პათოლოგიის, ძალიან კარგად ავიღეთ მათი მოდელი და დავნერგეთ პრაქტიკაში. ამასთანავე ის რაც ძალიან უჭირს ჩვენ ზრდას როდესაც ახსენებ ბოდიში შეგაწყვეტინე, როდესაც მაგარ სასაზე გადადიხარ, რა პერიოდი უნდა გაავიდეს? თუ 6 თვეზე აკეთებ რბილ სასას და ტუჩს ერთად, მაგარ სასას რამდენი თვეში? დაახლოებით წელიწად-ნახევრის ასაკში. 18 თვეზე. 18 თვეზე. რა თქმა უნდა, ბავშვი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამის შემდგომ უკვე გარკვეული ეტაპი, ასე ვთქვათ, ვაცდით პაციენტს, რომ გაიზარდოს, დასრულდეს ტუჩის ზრდაც საბოლოოდ და 5 წელზე ჩვენ მათ აუცილებლად ვიბარებთ ორთოდონტთან და ძლოვანი აუგმენტაციისთვის, იმიტომ რომ სრული ნაპრალი მოდი ძლოვანი აუგმენტაციაც განმარტოთ ტერმინი ხო არის, იმიტომ რომ ვერ მიხდება ფაქტობრივად ჯვრის გადანერგვა, შეტანა, ჯვრის შეტანა. რომელსაც აუტოტრანსპლანტაციას აკეთებ ხოლმე, ანუ იმ და საიდან იღებ ამ თეძო არის 5 ნეკნიდანაც იღებენ. ნეკნისთვის უფრო ხრტილის მასაა, მაგრამ სასის ნაპრალისთვის და ალვეოლური მორჩის ნაპრალისთვის იდეალურია თეზოს ღრუბლისებრი ნივთიერება. ეს არ არის ინვაზიური პროცედურა ბავშვისთვის, ანუ ამაში გვეხმარებიან უკვე ორთოპედები, რომლებიც იღებენ ამ მასალას, ჩვენ ვამზადებთ საოპერაციო არეშს, შეგვაქვს და აქვე ამ ასაკზე თუ რაიმე საკორექციოა ტუჩის მიდამოში, აქვე ვაკორეგირებთ. და მოგეხსენებათ, ეს არის წინასასკოლო მზაობის ასაკი, ასევე ბავშვმა აუცილებელია, რომ ფსიქოემოციური ფონი იყოს ადეკვატური, ნორმალური და ემზადება, ასე ვთქვათ, სოციუმში უფრო აქტიური ურთიერთობებისთვის და იმ რაღაცა მინიმალურ სიმორცხვის მიზეზსაც, რაც შეიძლება ტუჩის მიდამოში იყოს, თუ არის, რა თქმა უნდა, საკორექციო, ვაკორეგირებთ. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიის ჩართულობა. თქვათ, ყურის უკანა მხრიდან გადანერგვას არ ახდენთ ხოლმე. ამ ნაწილზე ნაკლებად. ყურის ხრტილი და ისგივე ნეკნეს ხრტილი უფრო მეტად თუ არის რაღაცა ცხვირის დეფექტი კი. ტუჩის ნაპრალთან ერთად ცხვირის კორეგირებაც ხდება. მე ხა ტუჩის ნაპრალზე როდესაც ვაუბრობ, მინახავს ოპერაცია საკმაოდ რთული ბავშვის და მისი რეაბილიტაციის შემდგომი პროცესი და საერთოდ ვერ შეამჩნევ. იარასაც კი ვერ
შეამჩნია და თვითონ ეს ტუჩის ეს წითელი დემარკაციის ხაზი აბსოლუტური სიზუსტით მაქვს ნახი და ვერც ვერასდროს ვერ მიხვდებოდი რომ ამ ბავშვს რაღაცა პრობლემა ჰქონდა აი იმ ასაკში რა ასაკზე შენ საუბრობდი. სამწუხაროდ ერთ თემასაც მინდა შევეხო აი ეს პათოლოგიები ხშირად არის ხოლმე მიბმული ქრომოსომულ პათოლოგიებთან და როდესაც პრენატალური სკრინინგი ხდება ეს ultrasonografia ორსულ ქალებში და თუ ამ პათოლოგიას აღმოაჩენდნენ, შეიძლება ახლაც, ექიმი ვალდებულია უთხრას, რომ აი შენ შვილს ეს აქვს რაღაც დეფექტი. და ყოველთვის შეიძლება აქვე ეჭვი მიიტანონ რაღაცა ქრომოსომულ პათოლოგიაზე და მოხდეს აბორტის გაკეთება დედამ აერჩიოს, რომ ხო, ეს ბავშვი არ დაიბადოს მშობლების საერთო გადაწყვეტილებით. რაც არის ჩემი აზრით ძალიან დიდი მცდარი ამბავი, იმიტომ რომ ეს პათოლოგიები დამოუკიდებლადაც ძალიან ხშირად არსებობენ და შეიძლება არანაირ ქრომოსომულ პათოლოგიასთან არ იყოს შეჭიდული და რომც იყოს ესეც აი ამ თემა რამდენად აქტუალური არის აი ამ პათოლოგიებთან მიმართებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ნახეთ მართალი ბრძანდებით აბსოლუტურად იმის გამო რომ ნახეთ ბავშვთან სასის და ტუჩის ნაპრალი არ შეიძლება რაღაცა мотиваცია მივცეთ მშობელს და ან თვითონ მშობელმა იფიქროს ამ შემთხვევაში რომ ეს შეიძლება იყოს აუცილებლად რაღაცა მძიმე პათოლოგიის პირველადი ნიშანი და რაღაც მუცლად ყოფნიდანვე იფიქროს აბორტზე. ნამდვილად ესე არ არის. ხშირ შემთხვევაში და უფრო ხშირადაც კი ეს პათოლოგიები არის აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ძალიან დადებითი ტენდენცია წამოვიდა სხვათ შორის იმის, რომ მყავს უკვე რამდენიმე პაციენტი, რომელიც ორსულობიდანვე მოდის თავისი ეკოსკოპიის 3D გამოსახულების სურათით და გვაჩვენებს და ანუ ორსულობიდანვე ემზადება და იგეგმება ვარჩევთ საწოვარას, არის მინიმალური ინსტრუქტაჟი, ვაცნობთ დაახლოებით მთელი კურნალობის გეგმას რა შეიძლება დაჭერდეს, როგორ შეიძლება. ეს არ არის მხოლოდ 1 და 2 წლის, 0-დან 18 წლამდე მშობელი ინფორმირებულია, როდის რა ეტაპზე რომელ სპეციალისტის ჩართულობა გჭირდებათ. ეს არის ძალიან ხანგრძლივი საუბარი, არ არის 5 წუთიანი კონსულტაცია, მარტივად რომ გითხრათ, მაგრამ მე ვხედავ როგორი მოტივირებულები ტოვებენ კაბინეტს და როგორ აქვთ იმედი იმის, რომ ამას რომ დავიწყებთ ნორმალური, ადეკვატური სოციალური გარემო ექნება მის შვილს, ძალიან კარგად ადაპტირდება და რაც მთავარია, არც ვიზუალური მხარე არ იქნება. არც შეეტყობა მე არაფერი. კი. ამ საუკუნეში ოდნავ უხერხულია, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ რაღაცა სელექტიური აბორტის გაკეთება. მე მინდა ახლა მანდიბულაზე ვისაუბროთ, მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ქვედაყბაზე. არის დიდი ქვედაყბა, როდესაც გამოწეულია, ხო, ესე? და უკიდევ უფრო ცუდად შესახედია, როდესაც ეს ყბა ფაქტობრივად არ არის. ჩემი აზრით, დიდი ყბა უფრო ჯობია, ვიდრე ყბის ქირურგიული კუთხითაც. ყბის ნაკლებობა. ასეთი პაციენტები თუ გაკითხავენ, როდესაც აი ეს პრობლემები აქვთ ქვედაყბასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ სახის ქალაში მხოლოდ ქვედაყბის სახს არია მოძრავი სახსა, ხო? კი, რა თქმა უნდა, ხშირად ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში ვეხდება მათი კონსულტირება, როდესაც საქმე გვაქვს სინდრომულ პაციენტებთან, ისეთი როგორც პიერო-ბინის სინდრომია, თუნდაც ამ შემთხვევაშიც გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ მშობელს, იმიტომ რომ გარდამცირე ქვედაყბის ახასიათებს, ასე ვთქვათ, სხვა თანხლები, გლოსოფტოზი და სასის ნაპრალი და ამ შემთხვევაში ვეხმარებით, ვაძლევთ რეკომენდაციებს დაბადებიდანვე, როგორ უნდა ვეცადოთ, რომ მისი ქვედაყბის ზომა გავაუმჯობესოთ, სუნთქვის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. არის მთელი რიგი, ასე ვთქვათ, შეძენილი პათოლოგიებისა, თუნდაც ჰემატოგენური გზით, ნებისმიერი სეპტიური მდგომარეობის დროს, როდესაც ბავშვს სეპტიცემია, შესაძლებელია ჰემატოგენური გზით ვიღოთ ოსტეომიელიტის გავრცელებაც სასახსრე ზონებში და ამან გამოიწვიოს ამ შემთხვევაში ქვედაყბის ზრდაში ჩამორჩენა. ხშირად ეს მომენტი მშობლისთვისაც რჩება შეუმჩნეველი და როდესაც გვაკითხავს 5-6 წლის ასაკში და როდესაც ვეძიებით ანამნეზში, შემდეგ აღნიშნავს, რომ კი, აი ახსოვს, რომ ახალშობილობის პროცესში, პირობებში მქონდა რაღაცა ძალიან მძიმე ბაქტერიული ინფექცია და
ას შემდეგ და ას შემდეგ. ძალიან დიდი სიახლე რაც გვინდა რომ გავაკეთოთ და ვფიქრობთ უახლოეს მომავალში შევძლებთ არის ეგრეთ წოდებული დისტრაქტორების გამოყენება. ეს არის აპარატი, რომელიც მაგრდება ქვედაყბის არეში, აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ხრახნი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მიზანმიმართული მანძილით ტრიალდება და იწევა და წარმოიდგინე რომ კონდეს როგორც ბრეკეტი კბილის. დაახლოებით საშუალებას გვაძლევს რომ ქვედაყბის მოცულობა და სხეულის ზომა გაიზარდოს. დისტრაქციული ოსტეოსინთეზი ქვია აი ამ მეთოდს და ძალიან წარმატებით გამოიყენება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. შესაბამისად ჩვენც უახლოეს მომავალში ვფიქრობთ ამ და რა დრო ჭირდება ამას ხოლმე დისტრაქციული. ნახეთ, პირველი ეტაპი არის დაახლოებით 1 თვე და ჩვენ უკვე გაზომილი გვაქვს კონკრეტული პათოლოგიისთვის, რა მანძილი გვჭირდება, რას მივიღებთ მაქსიმუმს და ამას ვაწვდით ბუნებრივია მშობელსაც. აქვე ერთი ტექნიკური დეტალი რომ დავაზუსტოთ, აი დისტრაქციულ ოსტეოსინთეზზე, როდესაც საუბრობ დისტრაქციული ოსტეოსინთეზი, ეს არის ძვლების შეერთება, ხო? პირიქით იშლება და მათ შორის დება დისტრაქცია და მერე გამოგაქვს აქეთ და ის ძვალი შეეზრდება, ანუ ქირურგიულად უნდა ძვალი გატეხო ესე რომ ვთქვა, ხო? ძვლის გაყოფა ხდება, შემდეგ დისტრაქტორის ფიქსირება და მათ შორის არსებული, ასე ვთქვათ, ნაპრალის თანაზომიერი დაშორებით ხდება რეალურად ძვალწარმოქმნის სტიმულირება და იმ ადგილას, სადაც არ ქონდა ძვალი, ვიღებთ გარკვეული მოცულობის. რა თქმა უნდა, დისტრაქტორების შესაძლებლობა არ არის უსაზღვრო, მაგრამ პედიატრიულ პოპულაციაში განსაკუთრებით არის ძალიან დამხმარე საშუალება, რომ მე ზრდასრულ ასაკში არ დაჭერდეს ორთოგნათიური ქირურგია, ანუ უხეში ჩარევა. ზედა და ქვედაყბების შეუსაბამობის გამო. ალბათ რეზინებსაც უკეთებთ, ხო? რეზინები არა. ეს უფრო ბრეკეტ სისტემი, თუმცა ორთოდონტებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. ასევე თუნდაც ნებისმიერი ქვედაყბის წინ წამოწევის დროს პედიატრიულ ასაკში ნაკლებად, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ხშირად გვჭირდება ორთოგნათიული ქირურგია, თუმცა პედიატრიულ ასაკშივე აუცილებლად უნდა შეფასდეს ორთოდონტის მიერ. ხომ არ არის ქვედაყბა წინ წამოწეული ზედაყბის განუვითარებლობის ხარჯზე. ხდებით შეიძლება ქვედაყბა სრულიად ნორმაშია, გვაქვს უბრალოდ ჰიპოპლაზიური. ამ შემთხვევაში არის ლეფორ ოსტეოტომიები, ანუ ასევე ზედაყბის და წინ ამბავია შენი დარგი ძალიან დიდი გამოწვევა. ეს არის ჩვენი განსაკუთრებით აი ქართული რეალობის დიდი გამოწვევა, რომლის დანერგვასაც უახლოეს პერიოდში ვაპირებთ ჩვენს შედარებით გამოცდილ, კი არა და ძალიან გამოცდილ პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა. მათი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება რომ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ და არა უსასრულო დიდი ხნის შემდეგ, იაშვილში მივიღოთ ერთი ძალიან კარგი ფრანგული კლინიკის იდენტური ყბასახის ქირურგიული განყოფილება. ეს არის კოლოსალური შრომა, მაგრამ მიზანი გვაქვს ესეთი. ფრანგული იცი თუ ინგლისური? ინგლისური, მაგრამ ფრანგულს სწავლობ. ხო, ძალიან კარგი. მოდი ერთ პათოლოგიასაც შევეხოთ, ეს არის, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ხომ რაღაცნაირად ზედა და ქვედაყბის პათოლოგიებზე, მაგრამ აი, როდესაც ცენტრი არის დარღვეული. როდესაც აი ყლა ან მარცხნივ გადის, ან მარჯვნივ გადის, ამ შემთხვევაში რას აკეთებ ხოლმე და ეს არ არის არც თუ ისე იშვიათი პათოლოგია. ნახეთ, ამ ცენტრის დარღვევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, ამიტომ პირველ რიგში მიზეზი დადგენა მნიშვნელოვანი. თუ არის დენტალური, ყველაზე უფრო მარტივია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ორთოდონტებთან ერთად გეგმავთ მთელ, ასე ვთქვათ, მკურნალობის პროცესს და სადაც ეჭირვა ზუსტად იმ ნაწილში ვერავით, ანუ ჯვარედინი თანკბილები ასევე ხშირია პედიატრიულ ასაკში, მაგრამ თუ კი გვაქვს მაგალითად ჰემიფაციალური მიკროსომია, რომელიც არის თანდაყოლილი ანომალია და რომელიც გულისხმობს იმას, რომ სახის ნახევარი არის განუვითარებელი. ამ შემთხვევაში ზრდასთან ერთად მშობელი ამჩნევს, რომ ქვედაყბა მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მნიშვნელოვანი ასიმეტრია, ამ დროს ყურის პათოლოგიაც არის და ამ დროს გარკვეული კრიტერიუმები და ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ზუსტად ჯვარედინი თანკბილვა, მივდივართ ისევ დისტრაქციულ ოსტეოსინთეზთან. ანუ ისე უნდა გავწეროთ დისტრაქტორების ჩაყენებასთან და მაქსიმალური რეაბილიტაცია რამდენია აქვს ამ? იცით რა, არც თუ ისეთ სუდი სარეაბილიტაციო. პრაქტიკულად როგორც მოტეხილობის შემთხვევაში გვაქვს რაღაც ერთთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი, ისე გვაქვს და პედიატრიული ასაკი გვაძლევს უნიკალურ საშუალებას, რომ
ძვალი ძალიან კარგად შეხორცდეს, რა თქმა უნდა, ზუსტი რეჟიმის დაცვით, ზუსტი მოვლის პირობების დაცვით, ჭრილობის ამ დროს ბავშვი როგორ იკვებება ხოლმე? ან ნახეთ, ამ დროს აქვს თავისი შერჩეული რაციონი, რა თქმა უნდა, არა გამაღიზიანებელი და არა ძალიან დამტვერთავი, გაჩნი აქ უკვე რომელ ძვლის რომელ სეგმენტს უზრდით. ამ კვების რაციონი ბავშვისთვის არის ადეკვატური. ცოტა კონსისტენციას ვცვლით პროდუქტების, რომ არ იყოს ბუნებრივი აკბეჩის მომენტი, არ იყოს რაღაცა უხეში მოძრაობები, რამაც შეიძლება ზედმეტი დატვირთვა და ზედმეტი ზეწოლა გამოიწვიოს ამ ძვალს. ნათია, ერთი კითხვაც მინდა დაგისვა, აი ხშირ შემთხვევაში, როდესაც ახლა უხეში საკვებზე თქვი და აი მაგალითად მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც აი ბაშლის შაკბეჩის დროს ყბა უვარდებოდა ხოლმე. აი, როდესაც დიდზე აღებდა პირს და ყბის ამოვარდნა ხდებოდა. ან მაგალითად ვიცნობ ადამიანებს, რომელიც ძალიან დისკომფორტულია პირის გაღების დროს, ისმის ტკაცუნი აი ამ ზედა და ქვედა ყბის საზღვართან, აი ამ დრილისებრ მორჩთან არის, ხო ეს? საფეთქო ქვედა ყბის სახსარია კი, ყურის სახურის წინა ზედაპირზეა ზუსტად. ეს ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა სამწუხაროდ. მე ხო არ ვარ ტკაცუნები? არა. ორი არა. აჰა. არა. არ იყო ტკაცუნი ეს დამერწმუნეთ. ნამდვილად გავრცელებული პათოლოგია და ხშირად გვაკითხავენ პედიატრიული ასაკი განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები, რომლებიც სწრაფ ზრდასთან ერთად ძვლოვანი სისტემა და პარამეტრი იზრდება ფანტასტიურად, მაგრამ კაფსულა და იოგები ბოლომდე ვერ მიყვება. შესაბამისად აქვთ ან ტკაცუნის ნიუანსი, ან არის ჩვეული ამოვარდნილობები. ასევე ხშირია და ნამდვილად ბევრი პაციენტი ყავს მსგავსი დიაგნოზით. ამ შემთხვევაში რეჟიმით შეზღუდვა, გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ, საჭიროების შემთხვევაში ვამისამართებთ ორთოდონტთან, თუ საჭიროა სპლინტ თერაპიაზე, ანუ ვაწესრიგებთ. სპლინტ თერაპია ეს არის გამჯენი საშუალება ზედა და ქვედა ყბას შორის, რომელიც თავსდება პირის ღრუში, გამჭირვალეა აბსოლუტურად ლაინერების სახით და გარკვეული პერიოდის სვენებაზე შვებას აძლევს საფეთქო ქვედა ყბის სახსარს. ზრდასრულ პოპულაციაში ცოტა მიორელაქსანცაც ვამატებთ მკურნალობის ასე ვთქვათ ტაქტიკაში, კი ბატონო, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდს და მაინც ამოსავალი ნაწილი მივდივართ ძალიან კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ ამოსავალი ნაწილი მივდივართ მაინც თანკბილვასთან. ზედა და ქვედა ყბის კბილთა შეთანასოვნება აიძულებს სახსარს, ამ შემთხვევაში ქვედა ყბის სასახსრე მორჩებს, კონდეთ იძულებითი პოზიცია სახსარში. აი სწორედ ეს პოზიცია უნდა იყოს ძალიან კომფორტული. არის გარკვეული ტიპი თანკბილვების, მაგალითად ღრმა თანკბილვა, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს საფეთქო ქვედა ყბის სახსარს. ამიტომ ჩვენ ძალიან ადრეული ეტაპიდანვე, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვს რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია აქვს, ვრთავთ ორთოდონტს. შესაძლებელია ტკივილი გამოწვეული იყოს, თუნდაც პოლიართრიტული ფონით, ხომ საფეთქო ქვედა ყბის სახსარი იგივე და უფრო რთული სახსარია, როგორიც სხვა სახსარი. ანუ სხვა სისტემური დაავადებისგან იყოს გამოწვეული, რომელსაც ასევე ამიტომ ყურადღებით შეკრებილი ანამნეზი, ასევე ბავშვის ყოველდღიური რეჟიმი, ემოციური ფონი, სტრესი, კვების წესი და ჩვევები. ნუ ბუნებრივია ეს უკვე ობიექტურად თანკბილვა, ერთ სრულ კომპლექსურ წარმოდგენას გვიქმნის ზოგადად ამ პაციენტის ყბაკველთა სისტემაზე, საფეთქო ქვედა ყბის სახსარზე და უკვე შესაბამისად მასზე მორგებულ რეკომენდაციებს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. საჭიროების შემთხვევაში ვრთავთ მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებსაც, როგორც არის MRT კვლევა, როდესაც გვინდა დისკის სასახსრე ჩანთის კაფსულის შეფასება და ნუ მარტივ რენტგენოლოგიურ კვლევასაც კი. პანორამული ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. თუნდაც სახისწლების რენტგენოლოგიური კვლევა, თუ საჭირო გახდა ცეფალომეტრიული კვლევა შეიძლება, როდესაც ორთოდონტებთან ერთად გვაქვს გარკვეული საკითხი გასავლელი. ლოგოპედებთან თუ მუშაობთ ხოლმე და თუ არის თქვენთან ახლა განყოფილებაში? ენის ლაგამი, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ხშირი გავრცელებული პათოლოგია, როდესაც ლოგოპედებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ამჟამად არ გვყავს განყოფილებაში, თუმცა აქტიურად მუშაობთ ამ ნაწილზე, რომ იაშვილის ჰოსპიტალში იყოს ყველა სერვისი, რაც სჭირდება ბავშვს და მშობელი რომ მოიყვანს შვილს, იცოდეს, რომ ყველა ექიმი მასზე ორიენტირებული დახვდება. ნათია, მე ძალიან მიხარია, რომ ეს განყოფილება ახლა იაშვილში იქოქება და ძალიან მძლავრი დეპარტამენტად ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ ეს პათოლოგიები საუბრის დასაწყისში ვახსენებთ, რომ არა მარტო ფუნქციური, არამედ ის არაფუნქციური ადამიანის
განწყობებს, განაპირობებს და ადამიანის ცხოვრებას ცვლის თუ ის სწორად იქნება მართული, ხომ? შეიძლება ისეთი კომპლექსი ქონდეს ადამიანს, რომ მისი ფუნქცია, რაღაცა ფუნქციური ნაწილი საერთოდ დავიწყებული ქონდეს, ხო? და მიხარია რომ ეს დეპარტამენტი ასე მძლავრად იქნება წარმოდგენილი იაშულში და უკვე ასეთი რთული პათოლოგიების ოპერაციები ხორციელდება და ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და ხო თამარა ხო იაშულის დირექტორი მართალი ყოფილა რომ ძალიან კარგი გოგოაო და ვეთანხმები მართლა ძალიან კარგი დიდი მადლობა პირიქით თქვენ ხო ეხა ხელებზე გიყურებდი და ერთი ისევ ქალსა და ქირურგს რომ დაუბრუნდეთ ალბათ გრძელი ფრჩხილი ვერასდროს ვერ გექნება ცხოვრებაში ხო არც მქონია აი ეს მომენტი არ გაქვს რაღაცა რომ გინდა რომ შენც გქონდეს რაღაცა არაც ამ გრძელი მაგრამ რაღაცა ფრჩხილი კი ხანდახან ყველას აქვს რა თქმა უნდა ქალბატონს განსაკუთრებით ეს სილამაზის სტანდარტებთან შენც რომ გინდა იყო მიახლოვებული მაგრამ არ სამწუხაროდ პროფესიის საპირწონე ნამდვილად არ არის სიამოვნებით ვატარებ მოკლე ფრჩხილს სიამოვნებით დავდივარ რაღაცა მკვეთრი მაკიაჟის გარეშე და ვთვლი რომ ის საქმე რასაც ვაკეთებ გაცილებით მაღლა დგას ყველა აი ამ წვრილმა ნიუანსზე რა თქმა უნდა და ხო ზოგადად ეს გრძელი ფრჩხილები ესეთი რო აქვთ ხომ საერთოდ რა ფენომენია დღემდე ვერ მივხვდი იმით როგორ უნდა მოეფერო ადამიანს ან როგორ უნდა მაგალითად გასინჯო ხო ნამდვილად საშიშია და ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია ეს ჩემი პირადი ძალიან რთულია ფიქრობ რომ რთულია გრძელი ფრჩხილით იყო თბილი და ნაზი ექიმი პატარა პაციენტისთვის განსაკუთრებით. ხო, საიდან სად გადავედით, ხო? და ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართო სოციალურ ქსელებში სხვათა შორის აი შენი პათოლოგიებთან მიმართებით ძალიან აქტიურია ხოლმე ვიდეოები და ადამიანების რაღაც გარკვეული კონტინგენტი მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თან ცნობილი პერსონაჟები არიან სოციალურ ქსელებში ეს ადამიანები. რატომ მიდიან აქ ვერ ხდება ასეთი ოპერაციების ჩატარება თუ იცით რა აქ არის ორი ნიუანსი ერთი რომ კი ნამდვილად გვაქვს ახლა ის პრობლემა რომ არის რაღაც ოპერაციები რაც აქ ვერ ვაკეთებ და ზუსტად ამიტომ ვახსენე დასაწყისში რომ ის გეზი რაც აქვს იაშვილის ჰოსპიტალს რომ და ის ამბიცია რომ ნამდვილად გავხდეთ რაღაც ევროპული სტრუქტურის ანალოგი ჩვენთან საქართველოში აუცილებლად დაგვეხმარება იმაში რომ სამომავლოდ აღარ მოხდეს პაციენტების გადიონება. დავიწყეთ, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დავიწყეთ, მაგრამ ძალიან კარგი ტემპით დავიწყეთ, ძალიან ბევრი კარგი წარმატებულად ჩატარებული ოპერაციით და ჩემთვის სასიხარულოა ის რომ რამდენიმე თვეში გეგმავთ ისეთ პაციენტებთან ოპერაციას, რომლებიც თურქეთში მიდიოდნენ. მაგალითად, გარკვეული იშვიათი ანომალიების გამო. ეხლა გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა, რომ ჩვენთან გავაკეთოთ. სამუშაო ძალიან ბევრია. მე ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ესე რამდენიმე თვეში ჯადოსნური ჯოხის ხელის მოქნევით ჩვენ რაღაც, მაგრამ ძალიან კარგად, ძალიან ბევრი ისეთი ჩარევა გაკეთდა ჩვენთან ჩვენს განყოფილებაში, რაც თუნდაც აქამდე არ კეთდებოდა და პაციენტები გზააბნეულები იყვნენ, ცდილობდნენ ალტერნატიული გზა მოეძიათ და თუნდაც ისიც რომ პირდაპირ ვეტყვი თურქეთის კლინიკაში რაღაც გამზადებულ საბუთებზე უარის თქმა და არჩიოს ისევ ჩვენთან გაიკეთოს მანიპულაცია, კი. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ჩვენი კოლეგების დიდი დახმარებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ აქაც ჩამოვლენ ფრანგები და თვითონაც გააკეთებენ ოპერაციებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ აქვთ ამ ნიუანსში ძალიან დიდი გამოცდილება. ამ იშვიათ პათოლოგიებში, რაც ჩვენი პოპულაციისთვის შეიძლება 5 და 6 იყოს კონკრეტული დაავადებისთვის, ისინი არიან რეფერალ ცენტრები ევროპის მასშტაბით. შესაბამისად, ამ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება რაც მთავარია და ჩვენთან ერთად გაკეთება, ეს ჩვენთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მოწონთ მათ იაშვილის ჰოსპიტალი და ჯერჯერობით რა ჩარავაც ჩატარდა, ყველა იყო წარმატებული.
მინიმალურ გართულობას ადგილი არ ქონია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი იყო ის, რომ გავხდით იერენკრანიოს მხარდამჭერი პარტნიორი, რაც ერთადერთი კლინიკა ვარ საქართველოშიც და რეალურად კი. არც თურქეთის არც ერთი კლინიკა არ არის ამ ორგანიზაციის მხარდამჭერი პარტნიორი და ეს ჩვენთვის სტიმულია, რომ მეტი ვისწავლოთ, მეტი განვითარდეთ და ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ ქართველი პატარა პაციენტებისთვის. წინსვლა და წარმატებები მეტის თქმა არ შემიძლია. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით ჩვენ და ასევე შენ ახსენე რომ ხატავდი ბავშვობაში ხო და მინდა შენი ნახატების დათვალიერება. და თუ დამათვალიერებ ძალიან გამიხარდება. მადლობა და წარმატებები საინტერესო საუბრისთვის და ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე რომ ნათია ექიმი შემხედრო და მაშინ როცა ცხვირი მოვიტეხე ეს კეხი აღარ მექნებოდა. კეთილი, მადლობა დიდი და წარმატებები. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოგვიწონოთ და გვირდებით რომ ახალ-ახალ საინტერესო თემებს და საინტერესო ექიმებს გაგაცნობთ ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა.